ჩვენი განხრთობის, ანუ ჩვენი მარადიული სიცოცხლის, ჩვენი მარადიული ბედნიერების, მოდი ესე ვთქვათ, უპირველესი პირობა, ჩვენი ღვთის შვილობის, ღვთისშვილობაში რეალიზების უპირველესი პირობა არის ჩვენი ნების მოყვანა სრულ თანხმობაში ღვთისნებასთან. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. იმიტომ გარდა მოვხვეძეთ, რათა არა ვყო ნება ჩემი, ანუ ადამიანური ნება, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა მამის. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი მოვიდა და ისაუბრა და ადრეს გითხარით, ხო, ღვთისნება განცხადდა, რანაირად განცხადდა ჩვენში? ღვთისნება განცხადდა ჩვენში მისი სიტყვით, მისი ცხოვრების წესით და მისტიკურად. მისტიკურად ეკლესიაში. რა ზუსტად განსაკუთრებით ნიუ პროტესტანტებს რო პრობლემა აქვს და ვერ იგებენ ეკლესიის არსს და მნიშვნელობას და აუცილებლობას. შეიძლება სახარებას კითხულობდე და გაიგო რას ამბობს უფალი, თუმცა ეკლესიის გარეშე მას ბოლომდე მაინც ვერ გაიგებ. შეიძლება თქვათ მეტნაკლებად შეიგზნო, განიცადო მისი ცხოვრების წესი კვლავ წმინდა წერილში, მაგრამ მისტიკურად მას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ მისტიკა საიდუმლოება სწორედ ეკლესიაში მის მიერ, ქრისტეს მიერ დაარსებულ ეკლესიაში აღესრულება. და აი ზუსტად ღმერთმა მოვიდა რა ადამიანად, დაგვანახა, განგვაცდებინა, გვაჩვენა, ხელის გულზე დაგვიდო გალაქტიკების შემოქმედს რა უნდა. გვესმის თუ არა ეს რამხელა პრივილეგია, როცა ჩვენ ეს ვიცით. ადამიანს ვის არის ადამიანი, ხო, ცოტა ჭორიკნები ვარ და აი მაგრამ თქვა, იქ რა მოხდა, სულ რაღაც აინტერესებს. და ამ დროს ჩვენ ვიცით, უпроსტოდ შესაძლებლობა გვაქვს ვიცოდეთ სამყაროს შემოქმედს რა უნდა და მან რას თქვა. წარმოგიდგენიათ, ამაზე მეტი სიდიადე და ამაზე მეტი ნდობა ღვთისაგან ჩვენს მიმართ და რა თქმა უნდა შესაბამისად რამხელა საშინელი პასუხისგებლობით ვიწურთებით. როცა ჩვენ ვიცით, უпроსტოდ შესაძლებლობა გვაქვს ვიცოდეთ რა უნდა ღმერთს.